ქართული ოცნება გრანტების შესახებ კანონის მისაღებად ემზადება. Როგორც აღმოჩნდა, საკანონმდებლო ინიციატივა მორიგ ჯერზე გადამუშავდა და მასში ბევრი ისეთი ცვლილება შევიდა, რომელიც უცხოურ ფულს ხელისუფლების კონტროლის გარეშე შემოსვლის შესაძლებლობას ფაქტობრივად არაძლევს. გრანტების გაცემას კი მთავრობა მოქმედი კანონით უკვე სრულად აკონტროლებს. ამიტომაც გაიზარდა იმ ორგანიზაციების წრე, ვინც შესაძლოა გრანტის გამცემად იქნას მიჩნეული. ასე მაგალითად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება, ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და სხვა სახის დახმარების ფორმით გრანტად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება დაემატა. კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტის კატეგორიაში გავა და მთავრობის ნებართვა თანხმობის გარეშე მას ვერავინ მიიღებს. დღეს ამ კანონს ბრიტანეთის საელჩოც გამოეხმაურა. განცხადებიდან გავიგეთ, რომ მოუწიათ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ამავე განცხადებაში გაერთიანებული სამეფოს საელჩო წუხდა, რომ ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას ჯერ არ მოუწევია ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა. ანუ სადამკვირვებლო მისიების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისოს მომზადება. ასე რომ, შეკითხვა ვინ დააკვირდება არჩევნებს ისეთივე აქტუალურია, როგორც დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ მონაწილეობს და ვინ არა ადგილობრივ არჩევნებში. გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც ბრიუსელიდან გვერდება. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე გადავალთ იმ თემებზე, რაც დღეს მოხდა საქართველოში, მაინტერესებს პირველ რიგში, შეგიძლიათ თუ არა რაიმე კონკრეტულ შედეგებზე ისაუბროთ, უკვე გამართული შეხვედრების მიხედვით, ანუ ვიცით, რომ ოპოზიციის ლიდერები იმყოფებით ახლა ბრიუსელში, გაქვთ შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ამ შეხვედრის შინაარსი და მსჯელობის საგანია კრიზისული გეგმა, რომელიც აქვს ოპოზიციას და ასევე ძალიან საინტერესოა ევროპარლამენტარებისგან რას ველოდებით. მოგესალმებით, პირველ რიგში აქ ვართ, ფაქტობრივად სრულად ოპოზიცია წარმოდგენილი, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომელსაც ძალიან გულით უნდა რომ საქართველოს დახდეს ევროკავშირის წევრი, ისევე როგორც უნდა ჩვენს თანამემამულეებს და ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია ამ ერთიანობის დაფიქსირება, მეორე განახლება ინფორმაციის, რა მდგომარეობაშია საქართველოს. საკუთარი კრიზისი ასეთ წასულა პირიქით უფრო გაღრმავდა და ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს დღეს ქვეყანაში და ამ კრიზისთან გამოსავალი რომ ერთადერთი ეს არის ახალი წესებით, ნორმალური წესებით, მეტნაკლებად მაინც ჩატარებული ახალი საპარლამენტო არჩევნები. სხვა არაფერი არ უშველის. აქედან გამოსავალს და პრინციპში შემიძლია ღიად გითხრათ, რომ ამაში სრული თანხმედაა ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების, ევროპელი პარტნიორების ხედვაში, იმიტომ რომ ის რასაც დღეს თავის თავს პარლამენტს უწოდებს, ის რომ აქტიურად არ აღიარებულია და არავინ ცნობს ეს ფაქტია, იმიტომ რომ მათთან კომუნიკაციაშიც კი არავინ შედის. ემა ყველაზე მეტად რაზე წყდება გული ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი შეხვედრების პარალელურად მოლდოვა იყო აქ და მართავდა შეხვედრებს და მათი მსჯელობის საგანი იყო იმ გამოყოფილი 2 მილიარდი ევროს ათვისება, რომელიც კანდიდატის სტატუსის შემდეგ მიიღო მოლდოვა, რომელიც ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას უნდა მოხმარდეს და ჩვენ შეგვეძლო რომ ყოფილიყავით ამ ვითარებაში, რომ საქართველოსაც მიიღო მინიმუმ 2 მილიარდი თუ მეტი არა პირველივე წელს და ეხლა ჩვენი მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო, სად უნდა დაიხარჯოს, რა რეფორმა უნდა გაატარდეს, სამუშაო ადგილი როგორ შეიქმნას, მეწარმეობა როგორ განვითარდეს,
საქართველოში, რა ვიცი, ინფრასტრუქტურა როგორ გავვითარდეს, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. აბსოლუტურად მესმის თქვენი წუხილიც და მათი გულის ტკივილიც, მაგრამ ანუ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს და შესაბამისი რეაგირებაც მოყვა ამას. ზოგადად ევროკავშირის უმაღლესი, ასე ვთქვათ, ინსტიტუციებისგან. ანუ ეხლა ვისაუბროთ იმ ვითარებაზე, რომელშიც ვართ და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ იქ მყოფ პოლიტიკოსებს და ჩვენს, ასე ვთქვათ, დასავლელ პარტნიორებს ამ კრიზისიდან გამოსulis შესაძლებლობა, ანუ თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ კრიზისიდან გამოსulis გეგმის ფარგლებში ისაუბრეთ ახალი წესით ჩატარებულ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამ არჩევნებამდე მისასვლელი გზები თუ დასახეთ, ანუ იყო თუ არა საუბარი მათ შორის ბოიკოტზე, რისი მომხრეთ თქვენ ხართ, მანამ სანამ არ დადგება დღის წესრიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი და განიხილეთ თუ არა ის შესაძლებლობა ასევე ევროკომისიის წევრებთან, რომ ადგილობრივ არჩევნებში შესაძლებელია ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის ანგარიშგასაწევმა ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ მონაწილეობა და ეს ქმნის თუ არა დამატებით რისკებს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ შეხვედრებზე ძალიან ცოტა იყო საუბარი ფართობის არჩევნებზე, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ ეს არჩევნები ვერ იქნება და არ იქნება კრიზისის გამოხდის მექანიზმი. საქართველოში ჩასატარებელი არის საერთო ეროვნული საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ ვისანდობენ საქართველოს განვითარების გზას. ოღონდ თავისუფალ და ნორმალურ გარემოში და არა ისე როგორც ეს იყო გასულ წელს და არა ისე როგორც მანიპულაციითაც ეს ყველაფერი იყო. პირდაპირ გეტყვით, რომ არ აქვს დიდი, ასე ვთქვათ, ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებს ბრიუსელში, იმიტომ რომ ზოგადად კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით ვერ გადაწყდება ყველა კარგად ესმის საქართველოს ევროინტეგრაციის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშში იყო მოწოდება ოპოზიციის მისამართით, რომ მიიღო მონაწილეობა. ამ დეტალებში ნუ შევალთ. მე გეტყვით, ეხლა რა კუთხით იყო საუბარი. აი მე თქვენს შემიძლია დაგისვათ ეს კითხვა. ის რაც 4 ოქტომბერს იგეგმება ეს არჩევნებია საერთოდ? აი ამაზე იყო საუბარი. ასეთი ფორმულირებით ვინ დასვა? გიორგი, ეს ძალიან საინტერესო დეტალებს გვიყვებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თქვენ დასვით ეს საკითხი ვისთან ამ შეხვედრა. ამ ყველა შეხვედრაზე აი წარმოვიდგინეთ, არ იქნებიან დამკვირვებლები ფაქტობრივად. პასუხისმგების სამართლის პასუხისმგებაში არიან მიცემული აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივად პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური პატიმრები. მედიაზე ფაქტობრივად ცენზურა წესდება. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძღუდებათ მოქმედების არეალი. საარჩევნო ადმინისტრაციას მთლიანად აკონტროლებს სანქცირებული ადამიანები და არის ქართული ოცნების ტოტალური კონტროლის ქვეშ. სამართალდამცავი ორგანოები ფაქტობრივად სამომრეობის თავარ მექანიზმად არც ერთი გამოძიება ჩვენ არ გვინახავს, არც ერთი კრიმინალის, რომელიც მათი მხრიდან არის ჩადენილი და ამ ვითარებაში და აი კითხვა, აი ღიად გეუბნებით, აი ამაზე იყო მოკლედ საუბარი და ყველა თანხმდება, რომ ეს არჩევნები არ არის. ევროპისთვის და ევროკავშირისთვის არჩევნებს აქვს გარკვეული სტანდარტები და გარკვეული წესები. თუ ის წესები არ არის დაცული, ვერც ერთი პროცედურა, რომელიც თავის თავს უწოდებს არჩევნებს, ვერ ჩაითვლება არჩევნება. თქვენ გეტყვით. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ის 4 ოქტომბერს რაც დაგეგმილია, ეს არჩევნები არ არის. საინტერესო როგორი იყო ლელოს წარმომადგენლის პოზიცია, იმიტომ რომ ვიცით, რომ მათ სურთ გაიხსნას მსჯელობა, საჯარო დისკუსია ამ თემაზე და იმ არგუმენტების მიხედვით, რომელიც აქამდეც მოგვისმენია, მათგან ისინი უფრო მონაწილეობას ემხრობიან, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩვენ ერთი რამ თქვით, რომ მათ შორის ლელოს წარმომადგენელიც იყო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიცია იყოს საერთო, გადაწყვეტილება იყოს საერთო და მე იმედი მაქვს, რომ ლელოც და ყველა აბსოლუტურად გაიზიარებს იმ არგუმენტებს, რაც ახლა მე ჩამოგითვალეთ. რა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ საქართველოში არჩევნები არ არის 4 ოქტომბერს. ეს არ არის არჩევნები რა. ნუ დავარქმევთ ამას. თქვენ ვიცით ყო ბოიკოტი, ბოიკოტს კი არაფერს არ უცხადებ, კაცო. ეს საიდან მოიტანეთ საერთოდ, ხო? მე ვამბობ, რომ არჩევნები უნდა ჩაატარდეს და არჩევნებში უნდა მიიღოს პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა და არა რაღაც პროცესში, რომელსაც რეჟიმი არქმევს არჩევნებს და საბოლოო ჯამში წინასწარ განსაზღვრულია რა შედეგს დავაზუსტებ ბოიკოტს უწოდებენ თავად პოლიტიკოსები და ამით ისინი გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ანუ ამაზე აქვს საუბარი. კი, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ის რაც არჩევნები არ არის
იმას მე არჩევნებს ვერ დავარქვევ და აქ არის სრული თანხმედრა ჩვენსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის. რანაირად არის არჩევნები, როცა დამკვირვებელი არ იქნება, როცა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში ვართ სულ ყველა, ნაწილი უკვე დაჭერილია, ნაწილს დაჭერას გვიპირებენ, პარტიების გაუქმებას ვაპირებთ, ცენზურა მედიაში, რა ვიცი, ამდენი საკითხი ჩამოთვალოთ ხა წარმოუდგენელი გარემოებაა, ხო, ეხლა და მას ეხლა კიდე ერთხელ ვამბობ, ფეხბურთის სათამაშო 11 კაცი რო არის, მეორე მხარეს მოთამაშე შენ რო 5 კაცით გახვიდე, წააგე, ხო, რას იზავ, ხო? რანაირად წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, ხო? ან თან მეორე მხარე გეუბნაო, ფეხებს დაგამტრევ, ხელებს დაგამტრევ, ეს ჯარიმა არ იქნება და იმ 5 კაცსაც დაგისახიჩნებ, ვინც ამ თამაშზე გამოვიდა. ეს არ არის. კი ბატონო, გასაგებია ევროპელების პოზიცია 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან საინტერესოა, გქონდათ თუ არა რაიმე რეკომენდაცია ოპოზიციის მისამართით? არანაირი, რომ აუცილებელი ერთობა, ანუ იქნება ეს მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა, ერთობა და ერთიანი პოზიცია არის აუცილებელი. გაცილებით დიდ ყურადღებას ანიჭებთ თქვენ თვითმმართველობის არჩევნებს, ვიდრე ანიჭებს ევროპა, იმიტომ რომ ევროკავშირისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნორმალურ პირობებში და ნორმალურ წესებში. ეს ძალიან კარგად ესმით. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებს პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი შეხვედრების ალბათ აი 2% დაერქვა დროს რა. კი ბატონო. არ არის ეს თავარი სასაუბრო საკითხი. კი ბატონო, რადგან ახალი არჩევნები იყო, თავარი სასაუბრო საკითხი, მაშინ გვითხრით, აი ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, გამოჩნდა თუ არა რაიმე პერსპექტივა ან გზა, შესაძლებლობა, რომ არის რესურსი ქართულ ოცნებაზე ზეწოლის და ახალი არჩევნების ჩანიშვნის. აი შეგიძლიათ რაიმე სიახლე გითხრათ. ერთი რამ შემიძლია სალსახად გითხრათ, რომ ახლა ევროკავშირის კომისიის, ევროკომისიის წარმომადგენლები იქნება ეს საგარეო, იქნება ეს ბატონი ფონ დერ ლაიენის ოფისი თუ იქნება ეს გაფართოების მიმართულება, ყველა ფიქრობს და მუშაობს, რომ ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკა საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. რა იქნება ამ პოლიტიკაში ზუსტად ეხლა მე ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. საფრთხეები საქართველოსთვის ძალიან დიდია. დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ არსებობს და საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ქართული ოცნება პირდაპირ გვაკარგინებს ევროკავშირს და ევროკავშირის პერსპექტივას. ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, არათუ ვერ გავხდებით, რაც გვაქვს, იმასაც დავკარგავთ ძალიან ბევრს, რასაც ვიღებთ ევროპისგან, ხო? და ამის არ დაკარგვის ერთ-ერთი მიზანი არის ჩვენი აქ ყოფნა, რომ არ ჩამოგვეშალოს ბოლომდე ისე, რომ მე ამის უკან მოტრიალებას კიდე წლები დაჭირდეს რა. აი ამას აკეთებს დღეს ქართული ოცნება, იმიტომ რომ იქ ასოცირების შეთანხმებაა თუ რა ნებისმიერი შეფასების დოკუმენტში, რომელიც ახლა საქართველოსთან დაკავშირებით კეთდება, ყველგან გვაქვს ორიანი, ნოლიანი, აი კატასტროფა. ხო და აქედან გამომდინარე, ანუ მესმის რომ არ შეგიძლიათ ზუსტად გვითხრათ რა გულისხმობს ევროკავშირის ახალი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ აი ზოგადი მიდგომების დონეზე მაინც თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა შეიცვლება ახლო მომავალში, შეგიძლიათ ეს თქვათ? მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ არის საუბარი წყება უამრავ ქმედებაზე, ქმედით ნაბიჯებზე, რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა იმისთვის, რომ ერთი მხრივ ხალხის მისწრაფებას ევროპის მიმართულებით დაუჭიროს მხარი და მეორე მხრივ აი ამ რეჟიმის თვითნებობას, რომელიც ახლა ხდება ფაქტობრივად საქართველოში, სერიოზული, სოლიდური მედიკი ნაბიჯები დაუპირისპიროს, ხო? ეხლა ხშირად არის ხოლმე საუბარი სანქციებზე, მაგრამ სანქციები არის ერთ-ერთი მექანიზმი და არა ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს აქვს. ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს ევროკავშირს და ყველაფერი დევს მაგიდაზე აბსოლუტურად ყველაფრის განხილვა. ჩვენ უბრალოდ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ, იმიტომ რომ ეხლა თუნდაც ის შეხვედრები, რაც ჩვენ გქონდა, ეხლა ქართულ ოცნებას მსგავსი შეხვედრები ევროკომისიაში უკვე ლამის ერთი წელიწადია არ ქონია. ხო, საერთოდ კომუნიკაციაც კი აღარ აქვს, შეწყვეტილია, გაწყვეტილია ყოველგვარი ურთიერთობა რა და ამიტომ ძალიან ჩვენ ვთხოვეთ, რომ სიფრთხილით არის შესარჩევი ის მექანიზმები, რომელზეც შეიძლება ევროკავშირმა იფიქროს, მაგრამ იმიტომ რომ რატომ შესაძლებელია ეს ძალიან ხისტი, იმდენად ხისტი და მასშტაბური იყოს, რომ შეეხოს არა მხოლოდ ხელისუფლების წევრებს, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს? ზოგადად ყველაფერი შესაძლებელია ეხლა. ყველა ძალიან მძიმე ვითარებაა, იმიტომ რომ დამოკიდებულებას ეხლა პირდაპირ გეტყვით, რომ გარდა იმისა, რომ ანტიდემოკრატიულ უამრავ ქმედებას აქვს ადგილი, ყოველდღიურ შეურაცხყოფას აქვს ადგილი, პერსონალურ შეურაცხყოფას აქვს ყოველდღიურ ადგილი ქართული ოცნების მხრიდან. ყველა იმ ადამიანთა მიმართებაში, რომელიც ევროპის ლიდერები არიან, ხო და განსაზღვრავენ
ანხელა ევროკავშირის პოლიტიკას და შესაბამისად ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ ჩვენი მიზანი არის, რომ ისე მოხდეს ეს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად იყოს უფრო ორიენტირებული კონკრეტულ პირებზე, იყოს ორიენტირებული ქართულ ოცნებაზე და არა მთლიანად საზოგადოებაზე, ხო? რა თქმა უნდა, ამას ღიად გეტყვით რა და ძალიან კარგია რომ ჩამოვედით, განსაკუთრებით კარგია რომ ასე გაერთიანებული ფორმატით ჩამოვედით, ჩვენ იცით რომ წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით ჩამოვედით და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აი ამ სტილში პირველად ფაქტობრივად ესეთი გაერთიანებული ფორმატი შევთავაზეთ ევროპელებს, რითაც ვაჩვენეთ რომ ჩვენ ერთმანეთთან არათუ ვსაუბრობთ, არამედ თანამშრომლობთ ქართული პოლიტიკური ძალებით. გახარიას წარმოადგენელიც არის რახან წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით ხართ? გახარიას პარტიის წარმოადგენელიც იმყოფება თქვენ? არ არის წინააღმდეგობის პლატფორმაში, ისინი გავიდნენ წინააღმდეგობის უბრალოდ შეჩერდა ეს ურთიერთობა მათთან, მას შემდეგ რაც მათ კომისიაში მიიღეს მონაწილეობა, ის გახარია რომ იყო მოსმისული ამ რაღაც ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე, ამის შემდგომ ისინი არ არიან წინააღმდეგობის პლატფორმაში და აქ დასრულდა ურთიერთობა. დანარჩენი ყველა იყო აბსოლუტურად წარმოდგენილი, ყველა კოალიციის წარმოადგენელი იყო და ყველანი ანუ თავად დატოვეს ეს პლატფორმა, იმიტომ რომ ასე ღიად და ასე ვთქვათ, ასე ღიად ჯერ არავის უთქვამს, რომ გახარიამ დატოვა წინააღმდეგობის პლატფორმა, ანუ საგამოძიებო კომისიაში მისulis შემდეგ თავად აღარ მოსულა წინააღმდეგობის პლატფორმის შეხვედრებში არ მიუღიათ მონაწილეობა თუ პლატფორმის სხვა წევრებმა რაღაცნაირად უცხარით პირდაპირ ან მიანიშნეთ, რომ მათი ადგილი იქ აღარ იყო. ეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც იყო ყველასთან ერთად ეხლა თუ შენ არ იცავ შეთანხმებებს, მაშინ შენი ადგილი იქ არ არის მორჩა და დასრულდა, ხო? ეს განცხადება იყო და მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მათთან არ ყოფილა ეს ურთიერთობები აბსოლუტურად შეჩერებული. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის და პლატფორმის განცხადება. ანუ გამოდის რომ მაშინ გააძევეთ მას შემდეგ რაც გახარია მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაში. კი, ნებისმიერი ვინ შეთანხმებებს დაარღვევს, ვერ იქნება მისი ადგილი წინააღმდეგობის პლატფორმაში, თუ ექნება გულწრფელი სურვილი ვინმეს რომ შეთანხმებები დაიწყოთ და თანხმედრაში იყოს მისი პოზიციები წინააღმდეგობის პლატფორმასთან, მაშინ მას შეუძლია იყოს წინააღმდეგობის პლატფორმის წევრი. კარი არავისთვის არ არის დაკეტილი. ეს სალსაფაა და ეს ასე არის ნამდვილად. ხო, მაგრამ ახლა აქვს გახარიას გუნდს უკან მობრუნების შანსი, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა უკვე მიღებული აქვს. ნაკლებად ასე ვთქვათ, ვფიქრობ ამ საკითხზე პირდაპირ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან თვითკმარი იყო ეს დელეგაცია, რომელიც ჩამოვიდა და საერთო ჯამში. მესმის გიორგი, აი ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ახლა საერთაშორისო მისიაზე ოპოზიციის, ახლა მინდა შიდა საკითხებს დაუბრუნდე, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით რასაც ვხედავთ, აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენის თემა არის საკმაოდ აქტუალური საკითხი. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სალომე ზურაბიშვილის და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა და იქიდან გამოსულმა ლელოს ლიდერმა თქვა, რომ მათ ისაუბრეს ოპოზიციურ ერთობაზე და წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენაზე. ანუ ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ აღდგენაზე როდესაც არის საუბარი, არ იგულისხმება გახარიას პარტია. მე არ ვიცი ხა რაზე ისაუბრეს, ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ეს ინფორმაცია რა, მაგრამ ძალიან კარგია ყოველი შეხვედრა, მე წამოსვლის წინ მქონდა კალბოტო სალომესთან შეხვედრა, სადაც შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. და რაც მეტი ვიქნებით, რაც უფრო ერთად ვიქნებით, რაც უფრო სიღრმისეულად ვითანამშრომლებთ, თქვენ იცით ჩემი პოზიცია, რომ მე ამისი ძალიან მომხრე ვარ. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ლელოს პოზიციას, მე იმედი მაქვს, რომ საბოლოოდან თქვენ საერთო პოზიცია გქონდება იმ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ფარსთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ უფრო არჩევნები არ არის, თორე არჩევნებში ნამდვილ არჩევნებში მონაწილეობაზე არავინ არ ამბობს უარს, უბრალოდ ეს არ არის არჩევნები რა და მე მინდა რომ საზოგადოებაშიც ყველგან ასე წავიღოთ ეს საკითხი რა და ასე ისმის ეს აბსოლუტურად ყველას მარტო ჩვენ კი არა ჩვენ ევროპელ კოლეგებს აგერეხა ევროსაბჭოს საპარლამენტო უпроსორად რეგიონალურმა კონგრესმა რომელიც აერთიანებს აბსოლუტურად ყველა თვითმმართველობას ევროკავშირის მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ევროსაბჭოს ასე ვთქვათ მასშტაბით და ევროკავშირის უფრო ფართო უფრო მასშტაბით უფრო ასე ვთქვათ გაფართოებული პრინციპით სადაც საქართველოს შედის სხვა ქვეყნები შედიან ევროსაბჭოში იმანეს თქვა რომ ეს არჩევნები არ არის რა იმიტომ რომ გაუარესდა ყველაფერი აბსოლუტურად გარდა იმისა რაც ჩამოგითვალეთ საარჩევნო სისტემაც გააუარესეს და
ავიცი ხა თვითმიზანი ხო არ არის რომ ყველაფერზე ხელი მოუწეროთ არა ქართულ ოცნებას მე ამას ვამბობ ვერ მოუწერთ ხო ვერ დავარქმევთ არჩევნებს იმას რაც არ არის არჩევნები ეს არის ძალიან კაფეო გასაგებია ჩვენი პარტნიორებისთვისაც კიდე ერთხელ ეს ხალხი ვინც აქ არის ყველას ფილტვია არჩევნებში მონაწილეობა და ყველა ვიცით რას ნიშნავს სიტყვა არჩევნები ევროპული ცივილური დემოკრატიული გაგებით და ის რომ არჩევნებთან ახლოსაც კი არ არის რაც ხდება ახლა საქართველოში რა გარემოს არის ჩამოყალიბებული ესეც ყველამ კარგად იცის და ხაზგასმით ვამბობ რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესების რომელიც იქნება მეტნაკლებად კონკურენტული მაინც იმისთვის რომ თქვენ მე საქართველოს მოქალაქეება თავისუფლად გამოხატონ ნება და ეს გამოხატული ნება აღიწეროს ისე საბოლოო შედეგში რომ არავინ ვერავინ ვერ შეძლოს ამის манипуляცია ეს ცალსახა რთული ამოცანა გვაქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ თუ ჩვენ ამ წინააღმდეგობის ხაზს შევინარჩუნებთ რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ამ ამოცანას მივახცევთ მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ემა მესმის რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ხშირად ხედავთ ხოლმე რომ გამოსავალი თითქოს არ არის მაგრამ ეს ჩვენი წინააღმდეგობაა მთავარი გზა გამარჯვებისკენ იმიტომ რომ ხედავთ ახლა სანქციები არაერთ ადამიანს ხედავთ სანქცირებული ადამიანების სანქცირებული თანამდებობის პირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მილანში იყო ჩასული საქართველოს საელჩოს მეორედ გახსნის ცერემონიალზე და ახლა როგორც ვიცით იმყოფებიან უნგრეთში ორბანთან შეხვედრაზე. კი, ნუ ეხლა უნგრეთში რო დადიან გვესმის. გასაგებია, მაგრამ იტალიიდან ჩაფრინდნენ სწორედ ბუდაპეშტში. მილანში გასართობად რო იყვნენ წასულები, ეს კარგად გვესმის, იმიტომ რომ არის, მაგრამ მოვატრო და ესეც შეეზღუდება. თუმცა ეს იყო გარკვეულწილად ახლა დემონსტრირება იმისა, რომ სანქციები არ მუშაობს, ანუ სანქციები არ არის მათთვის. რატო ვერ გავიგებ, ვინ იყო სანქციების მან ჩასული? ვინ იყო სანქცირებულთა შორის ჩასული? რა ვიცი, მაკაბოჭორიშვილი იყო ჩასული, 15 მინისტრი და 5 მინისტრი ჩასული იყო პრემიერთან ერთად და რა ვიცი, ხა თუ რამდენად კომიკურია, რომ საკონსულოს რაღაც არის და საკონსულო იყო იქ მილანში, რა გახსნეს ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, საკონსულო იყო მილანში და გასულ წელს საარჩევნო უბანიც იყო გახსნილი იმ საკონსულოში და კი ბატონო, კი, ესეც ვიცი. რაღაც ჩავიდეთ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოვადრო რომ მათ აღარც ჩასვლა აღარ შეეძლებათ მილანში და ამასაც დაინახავთ აუცილებლად რა და ხო და რაღაც იცით ისეთი რისი თქმაც არ ვიცი არ გინდათ ანუ რა გაძლევთ იმის გარანტიას რომ მოვადრო და რეალურად სანქციების სუსხალ ეფექტს უფრო იგრძნობენ და შესაბამისად მოუწევთ კომპრომისზე წასვლა და რადგან სალომე ზურაბიშვილთან გქონდათ შეხვედრა ვიდრე გაემგზავრებოდით ბრიუსელში ძალიან საინტერესოა ალბათ წაიღეთ ის გზავნილი რასაც სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას უზიარებს ხოლმე ყოველი საჯარო გამოსვლის დროს, რომ ახალ არჩევნებთან ერთად ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, ანუ ეს შესაძლებლობაც განიხილეთ ევროპელ პარტნიორებთან? ნუ ეგ ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია საერთო პოზიცია და რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გარემო უნდა შეიცვალოს და კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და თანაბაროი პარიტეტული ვითარება უნდა იყოს თვითონ საარჩევნო თვალსაჩინო. არ შეიძლება რომ მიტაცებული ქონდეს ყველაფერი ქართულ ოცნებას და მე ხა ისევ დაგვიწოროს შედეგი, რაც თვითონ უნდა და манипуляციით და მე ხა ისევ პროტესტი დავიწყოთ. არა, ჯერ გარემო უნდა გაუმჯობესდეს და ამისთვისაც ჩვენ წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად გვაქვს ძალიან კონკრეტულად დაწერილი პუნქტობრივი გეგმა, რაც სრულებია მოკლევადაში შესაძლებელია და უნდა გატარდეს იმისთვის, რომ არჩევნებად ჩაითვალოს, არჩევნები დაერქვას. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი პირდაპირ გეუბნებით ემა, რომ აი ხა რომ გამოვიდეს და ამ გარემოში თქვას, რომ მე ხა საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავ პირობითად რა 5 ივლისს, ხო, ან 8 ივლისს, აქ ჩვენ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ და ვერ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ დღევანდელ გარემოში თუ არ შეიცვალა წესები, თუ არ გაუმჯობესდა ვითარება შეუძლებელია არჩევნების ჩატარება. აი ეს არის ძალიან კაფიო და კონკრეტული რასაც გეუბნებით. ეს არ არის არჩევნები. ეხლა ხვალ რო ჩაატაროს რანაირად კაცო იქ ზურა ჯაფარიძე ციხეშია ნიკამელია საპატიმრო დაწესებულებაშია აგერ გვარამიას იჭერენ იმ კვირაში ჩემ პროცესს აჩქარებენ რომ მეც დამიჭირონ სხვაც დაიჭირონ რანაირად ეხლა რა აი რა როგორ არჩევნები რო ჩატარდეს ვინმე მონაწილეობა ხო უნდა მიიღოს რა ესე არ არის რა და ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენი მიზანი არ არის ის რომ ხვალ მარტო არჩევნები დაენიშნოს ჩვენი მიზანი არის რომ არჩევნები ახალი წესებით დაენიშნოს და ეს გზავნილი ჩამოვიტანეთ აქ და სრული თანხმედრა გვაქვს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს ისეთი გარემო, რომელიც ჩაითვლება არჩევნებად.
და არა ის რომ უბრალოდ რაღაც შედგა დავარქვით არჩევნები და მე ისე მივიდა ივანიშვილი და კობახი და დაწერა შედეგები რაც უნდა და მე ისე პროტესტი დავუწყოთ. ესე ვერ იქნება რა. ფული გზა გვაქვს, არა გვაქვს მარტივი გზა, მაგრამ ჩვენს ერთიან მყარ პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხო, გამოგვივლია სხვა შორის ზოგადად გამსახურდიას პერიოდს იხსენებენ ხოლმე კომუნისტურ მთავრობასთან მიმართებაში და მაშინაც ასე იყო, გაზაფხულზე იყო დაგეგმილი უზენაესი საერთოს არჩევნები, გაგახსენებთ. არ მიიღო ოპოზიცია მონაწილეობა ამ არჩევნებში, რის გამოც მოუწია უკვე დათმობაზე წასვლა კომუნისტურ რეჟიმსაც კი, ანუ შეიცვალა კანონმდებლობა, მაშინ გაიზარდა პროპორციული წარმომადგენლობის რაოდენობა, იმიტომ რომ მხოლოდ მაჟორიტარები უნდათ რომ ყოფილიყო კომუნისტებს, გაიზარდა პროპორციული წარმომადგენლობის რაოდენობა, ნოემბერში ჩატარდა უკვე მრავალპარტიული არჩევნები, სადაც დამარცხდა კომუნისტური პარტია, ხო? ჩვენ ამას ვამბობთ, ხო? ხა მაშინ შეძლეს მათ და გაცილებით მძიმე ვითარებაში არც ევროკავშირი ბატონო გიორგი, მესმის რომ მაშინ შეძლეს, მაგრამ ახლა ვითარება არის საკმაოდ ასე ვთქვათ განსხვავებული და საორჭო არა ასე ვთქვათ სტაბილური იმ მხრივ რომ 4 ოპოზიციური ძალიდან ხო ანგარიშგასაწევი ძალიდან 2 კატეგორიულად გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას ერთმა უკვე გაიარა არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის ეტაპი გახარიას პარტიას გულისხმობ გადაწყვეტილად მონაწილეობს ახლა უბრალოდ ერთიან ნეიტრალურ კანდიდატებზე თუ იქნება მსჯელობა შესაძლებელია ამ განხილვაში მიიღოს მონაწილეობა და ლელო ცდილობს და იმედი აქვს რომ დაარწმუნებს კოლეგა ოპოზიციონერებს რომ ერთიანი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაძლებელია ერთიანობით დიდი ქალაქების და თბილისის მოგება. ანუ ასეთ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ბატონო? გავიგე საბოლოო ჯამში მე მგონია რომ ეს არჩევნები ვერ შედგება, ამ არჩევნებს არ დაერქვევა არჩევნები და თქვენ ამას ნახავთ. სწორედ ერთ-ერთი თქვენი მიზანი ეს არის რომ იმ გარემოში ჩამოვიტანეთ ყველა ფაქტიკას და დავდეთ ეხლა ხო და ვიღაცამ ხო უნდა აღიაროს ეს რომ არჩევნები არა და რაც არ უნდა მოხდეს ამ არჩევნები ვერ დაერქვევა და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებს არავინ არ იხილავს საკვანძო საკითხად ზოგადად ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით ღრმა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კრიზისის რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ განმუხტვის გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესები. აი ეს არის რეალობა რა. აი ეს არის შემიძლია პირველ წყაროდან გითხრათ და ამაზე აბსოლუტური თანხმედრაა ჩვენს პარტნიორებში ბრიუსელში რა. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თვითმმართველობის არჩევნები ვერაფრით ვერ იქნება თანაზომადი იმ კრიზისის განმუხტვისა, რომელიც დღეს საქართველოში არის. რაც შეეხება პოზიციებს არის ხოლმე ვნებათა ღელვა ყოველთვის და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ საღიაზრე გაიმარჯვებს და თქვენ ნახავთ რომ ამ არჩევნები არ დაერქმევა მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ გარდა პარტიების მონაწილეობა არ მონაწილეობისა გარემოებებია ისეთი რის გამოც არჩევნებს ვერ ცნობს როგორც ასეთ შემდგარს ვერც ერთი დემოკრატიული ინსტიტუცია როცა დამკვირვებელი არ ყავს როცა უზურპირებული არის საარჩევნო ადმინისტრაცია, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არიან პოლიტიკური ლიდერები და ზოგი ციხეშია და ზოგი იმ პერიოდისთვის ალბათ შეიძლება ყველა ციხეში იყოს უკვე, ხო? როდესაც ამდენი სინდისის პატიმარი ყავს, როდესაც მედია კონტროლის ქვეშ არის, როდესაც ბიზნესს ავიწროებენ რომ რეკლამა არ მიიტანონ დამოუკიდებელ მედია საშუალებაში. რა ვიცი, რამდენი რამე ჩამოთვალო ხო ეხა ამ პირობებში ვერ დაერქმევა ამას არჩევნები და ამიტომ ყველას ვთქვით რომ ნუ უწოდებთ ამას არჩევნებს, ეს არის რაღაცა კლოუნადა, რომელსაც არანაირი შეხება არ ექნება კრიზისის გაღრმავებასთან ან კრიზისის გადაწყვეტასთან რა. აი ამაში შემიძლია აბსოლუტურად დაგარწმუნოთ და ჩვენი ჩამოსვლის მთავარი მიზანიც და მიზეზიც ეს იყო რომ კაფეო დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია კრიზისის გამოხსნას. ბოლო შეკითხვა მექნება, თქვენ თავად თქვით რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს დეტალურად გააცანით, ანუ ასე ვთქვათ, პუნქტობრივად როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო იმისათვის რომ საქართველოში არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე როცა საუბრობ წინააღმდეგობის ხაზის გაძლიერებაზე, ამაში არც თქვენ და არ ჩვენი ევროპელი ზოგადად დასავლელი პარტნიორები არ გულისხმობენ მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლას და მათი მხრიდან გაწეულ ძალისხმევას. რა თქმა უნდა, იგულისხმება
ქვეყნის შიგნითაც გარკვეული წნეხი. აი ეს გეგმა თუ გააცანით თქვენ პოლიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად რას აპირებთ შიდა წნეხის გასაძლიერებლად? სხვათა შორის ნაწილობრივ ჩემს გადაცემაში ელენე ხოშტარიამ ამ გეგმაზე და სტრატეგიაზე ისაუბრა. თუ გქონდათ შესაძლებლობა უფრო დეტალურად გაგეცნოთ თქვენი საომავლო გეგმები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. კი ბატონო, თავარი რამ გავაკეთეთ, რომ ერთიანობა დავაფიქსირეთ ბრიუსელში და იმიტომ რომ აქაც იყო კითხვები ზოგადად ერთიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ დავაფიქსირეთ ერთიანი პოზიცია, წინააღმდეგობის პლატფორმა, ის რაც არის დღევანდელ ვითარებაში, რომ ჩვენს გარშემო არის ეს 26 მაისის კომიტეტი, რომელმაც ძალიან მაგრად დაორგანიზა სხვათა შორის 26 მაისის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქციები, სხვადასხვა ღონისძიებები და სრული კოორდინაცია გვაქვს ეს ვაჩვენეთ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რა თქმა უნდა, გქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ მთავარი პრინციპული საკითხი არის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიიჩნევს რაიმე სხვა ალტერნატიულ გზას შესაძლებლად გარდა ახალი არჩევნებისა, ახალი წესებით რო ჩატარდეს. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, ელენემაც ისაუბრა, ბევრი საუბარი გვაქვს, ბევრი ფიქრი გვაქვს, ბევრი ასე ვთქვათ ქმედებები არსებობს, რომელსაც ექნება ადგილი ჩვენი მხრიდან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ დავინახე, რომ ძალიან კარგად ესმით საქართველოში შექმნილი ვითარება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ სიტყვას აქ ნამდვილად ძალა აქვს და უფრო მეტი ძალა ექნება დღევანდელი დღიდან, როდესაც დაინახეს ჩვენი ერთიანი მყარი პოზიცია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მადლობა გიორგი ვაშაძე, სტრატეგი აღმაშენებლის ლიდერი გვერდთობოდა ბრიუსელიდან, სადაც ევროკომისიის წარმომადგენლებთან ოპოზიცია მართავს შეხვედრებს. ნუგზერ ციკლაური კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. წინააღმდეგობის პლატფორმა, როგორც ჩანს, აქტუალურია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ანუ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში მართავენ ოპოზიციის წევრები შეხვედრებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს აგერ ლელოს ლიდერმა და სალომე ზურაბიშვილმა. თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმას დატოვებდა, თუ კი პლატფორმის წევრებს შორის არ იქნებოდა მტკიცე პოზიცია ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ლელო, არ ვიცი, გასულა თუ გაუგდიათ შეიძლება ისეც მოხდა როგორც ერთ ძალიან ცნობილ ქართულ ფილმში თქვენ რომ არ გამაგდათ მე ჩემით ვერ წავალთ და შეიძლება დაახლოებით ასეთი რამეც მოხდა, არ ვიცი. თუმცა ფაქტია რომ დაუტოვებია წინააღმდეგობის პლატფორმა. თქვენ ხო არ აპირებთ დაბრუნებას ამ ფონზე? დღეს იყო შეხვედრები, ქალბატონ ზურაბიშვილის სურვილი იყო რომ გარკვეული კონსულტაციები ყოფილიყო ჩვენი კოალიციიდანაც ნიკა გვარამია იყო, მე ახალ ვესაუბრე მას. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. არსებობს ფუნდამენტური, ფუძემდებლური საკითხები და თუ ამ საკითხების გარშემო მოხდება ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისათვის მიესალმება ამ ტიპის ერთიანობას, იმიტომ რომ კარგად ვაცნობიერებ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ყველა პოლიტიკური პარტიის რას გულისხმობთ? ანუ ისევ თემა არის ადგილობრივი არჩევნები და ამჯერად მთავარი მოქმედი პირი, ვის გამოც თავს იკავებს წინააღმდეგობის პლატფორმაში მიიღოთ მონაწილეობა, არის ლელო? ავთი დღეს ლელო ლაპარაკობდა ერთიანობაზე. კი, ლაპარაკობდა და იმედი აქვს რომ შეძლებენ აი ამ ერთიანობის აღდგენა. აი ამის გარშემო თუ მოხდება რომ ჩვენ არ მოვახდენთ აი ამ ავტოკრატიის ნორმალიზაციას, ამ შემთხვევაში მხოლოდ მივესალმებით აი ამ ტიპის ერთობას. თუ გადაწყვეტს რომელიმე პოლიტიკური პარტია რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და რაღაცა ივანიშვილის დეკორი გაალამაზოს, ამ შემთხვევაში ერთიანობა ვერ შედგება. ამიტომ მე ვფიქრობ პრინციპულად ძალიან მარტივად დგას ახლა საკითხი და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ კაფეო გადაწყვეტილებები. ჩვენ მიღებული გვაქვს ასეთი გადაწყვეტილება, მოусმენთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი რომ რამე სახის არგუმენტაცია წარმოადგინონ, თუმცა მიჭირს წარმოდგენა ისეთი ვითარების, როდესაც აი ეს ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ჩვენ მიღებული გვაქვს უკვე შეიცვლება. ანუ ბატონო, რა გამოდის ახლა გიორგი ვაშაძე, მაგრამ რამდენიმე წუთიც არ გასულა თქვა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან ევროკომისიის წარმომადგენლებს და ესაუბრებიან. და საქართველოში რეალურად ეს წინააღმდეგობის პლატფორმა იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილია ოპოზიციური სპექტრი ახლა
ბრიუსელში, საქართველოში არ არსებობს. მოდი ასე ვთქვათ, არჩევნები არ არსებობს საქართველოში და თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ რაღაცა ფარს, რომელსაც არჩევნებს უწოდებს ქართული ოცნება, ამაში მიიღოს მონაწილეობა, მათთან ერთიანობა ვერ გვექნება. თუ თქვენ მიდიხართ თელავში და მე მივდივარ ზუგდიდში, ერთი მანქანით ვერ წავალთ იქ. ამიტომ ყველა უნდა მიიღოს ახლა საბოლოო გადაწყვეტილება. მე მესმოდა ლელოს განცხადებები დღესაც, ხო რომ მოდი ჯერ ერთიანობა და შემდეგ უკვე მივიღოთ საერთო გადაწყვეტილებები. არსებობს რაღაცა ძალიან მაგრამ ძალიან პრინციპული ამბავი არის ის, რომ ჩვენ არ გვსურს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომელიც რეალურად არის კრიმინალური სპეცოპერაცია, რაც აწარმოებს ქართული ოცნება. მათ დაკარგეს გზები მთელ ევროპასთან. დღეს ნახეთ ალბათ ბრიტანეთის მთავრობის, ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, რომ გრანტებსაც კი, რომელსაც ისინი აძლევდნენ ქართულ ხალხს, რომ არჩევნები, ნებისმიერი არჩევნები ყოფილიყო უფრო დემოკრატიული, აი ამ გრანტების მისაღები გზებიც კი ჩახერგეს მთლიანად. ეუთო ოდირის მისია არ არის მოწვეული ამ არჩევნებზე. პრაქტიკულად არის სრული განუკითხაობა და ველი შექმნილი იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ აი ვითომ და ჩატარდა არჩევნები, ვითომ აქ მიიღო ამდენმა ადამიანმა, არც მაკონტროლებელი იქნება ვინმე, არც ობსერვერი არ იქნება ამ არჩევნებზე, არც საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან. ეხლა მართლა თვალს ხო არ დავიბრმავებთ ყველანი, ხო? ყველაფერი არის ცხადი, ეს არ არის არჩევნები. რატომ პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანაო არისო არჩევნებში მონაწილეობაო. დიახ, ეს არის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ნახოს როგორი არის ხალხის დოვა ის მიმართ, მაგრამ ეს არ არის არჩევნებში, სადაც მონაწილეობის მიღებას გვთავაზობენ. და როდესაც ლაპარაკობთ წინა რესპონდენტთან თქვენ საუბრობდით, რომ აი მაშინ 90-იან წლებში როგორ მაშინაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კი არ მიიღო იმ არჩევნებში მონაწილეობა. იყვნენ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ მიიღეს იმ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვინც მიიღო, ხო, იმადგან რომელიღაც ერთს დაუჭირა ხალხმა მხარი. ახლა იმაზე კი არ არის პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე ხალხის სურვილი რა არის? ხალხის სურვილი არის ის, რომ აი ამ სამარცხვინო ჭაობში, რომელშიც ჩაგვაგდეს 2000 მანამდეც, მაგრამ 2024 წელს განსაკუთრებით, როცა პირდაპირ აი გამოხატულად დაღი დაასვეს ფურცლებს, ისე გააყალბეს არჩევნები, აღარ გსურს მონაწილეობის მიღება და დაიწყო ეს დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა. ვინც ახლა ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა წავიდე, რეალურად ბოიკოტს უცხადებს აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობას. რაც არის რუსთაველზე, ბოიკოტს უცხადებს 100,000-ობით ადამიანს, რომელიც მიტინგებზე გამოვიდა. ბოიკოტს უცხადებს ქართულ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ აღარ მივიღებ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელსაც ქართული ოცნება ცდილობს გაასაღოს თავის დემოკრატიულ მიღწევად. ეს არის და ეს. თქვენ რომ დაიწყეთ საუბარი, თქვით რომ ნიკა გვარამიას ვესაუბრებოდიო, იმიტომ რომ ვიცით რომ დღეს ალამა ზურაბიშვილთან მასსაც ჰქონდა შეხვედრა. უბრალოდ ხაზარაძესთან შეხვედრისგან განსხვავებით, გვარამიას და ზურაბიშვილის შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო. ეს ან ძალიან კარგია, ანუ ნიშნავს იმას, რომ ერთნაირ პრინციპულ პოზიციებზე დგანან და გასარჩევიც ბევრი არაფერი იყო და შესათანხმებელიც ან ძალიან ცუდია. კარგი შეკითხვაა, ძალიან. ჩვენ არ შეგვიცულია პოზიცია. რასაც ვამბობდით მარტში, აპრილში, მაისში, იმავეს ვამბობთ ივნისში. მაგრამ არა, ზურაბიშვილმაც არა, იმიტომ რომ 26 მაისს გამოქვეყნდა თითქოს და წინააღმდეგობის მაგიდის ერთობლივი დეკლარაცია, სადაც იყო ნათქვამი, რომ ან საპარლამენტო არჩევნები, ან საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთად, როგორც კომპრომისი. ხო, ამას ამბობს ზურაბიშვილი. ხო, ამას ამბობს და ამაზე იყო ლაპარაკი. მე მეცაც გეტყვით, ბატონი ხაზარაძე გამოდიოდა 28 მარტის ცნობილი გამოსვლა არის, სადაც ამბობს, რომ ვინც ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაიწყებს ლაპარაკს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ღალატი იმ ხალხის, ვინც ქუჩაშია, იმ პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც იხდიან საჯელს. ხო, გახსოვთ, გახარიას არ ქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული შესაძლებელი ხაზ არ პრინციპები არსებობს დამოუკიდებლად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია. ეს პოლიტიკური მთავარი, ამიტომ ვიხმარე სიტყვა ფუნდამენტური პრინციპი. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, ან გაქვს, ან კიდე არ გაქვს. ნუ ლელოს ქონდა ამბობდა ყოველ შემთხვევაში ვერბალურად იყო გამოხატული რომ ღალატად თვლიდა იმ ხალხის ღალატად პოლიტიკური პატიმრების ღალატად ადგილობრივ არჩევნებში
ჩვენ ასე ვთვლით მაშინ და დღემდე არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, მაგრამ ლელოს პოზიციამ განიცადა ტრანსფორმაცია. შეკითხავს რომ დაუბრუნდეთ, რა პასუხი როგორია? კარგი შეხვედრა იყო სალომე ზურაბიშვილთან თუ ცუდი? ჩვენ არ გვაქვს ჯერ ერთი ძალიან კარგად ვგრძნობთ იმ როლს, რომელიც შეიძლება ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდეს განსაკუთრებით დასავლური კონტაქტების თვალსაზრისით. ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დასავლური კონტაქტების თვალსაზრისით და არა როგორც გამაერთიანებული ისინი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს ძალიან იმედგაცრუებულია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ვერ ექნება, ხო, ვიღაცას აქვს ერთი მხარე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ერთობა სწორედ იმიტომ გვინდა ხოლმე, რომ მთელი ეს აი ერთიანი მუხტი შეიკრას ერთად და ვისაც რის გაკეთება შეუძლია ქვეყნის უკეთეს ხვალინდელი დღისათვის ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ძალიან მოკლე იმიტომ იყო, რომ ჩვენ მე რაც გითხარით ახლა ეს ჩვენი პოზიცია უთხარი. ჩვენ მივესალმებით ერთობას, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ერთობას არ აქვს ცალკე აღებული ღირებულება, ხო? ერთობას ახლა შეიძლება მე და თქვენ ერთიანები ვიყოთ და წავიდეთ ვიღაცის სახლი გავქურდოთ და ერთიანები ვიყოთ და ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ. ამ ორ შორის ხო არის განსხვავება. ამიტომ მნიშვნელოვანი ამ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება. თუ ლელოს სურს რომ ბოიკოტი გამოუცხადოს იმ ფარს, რომელსაც ქართული ოცნება გვასაღებს როგორც დემოკრატიულ არჩევნებს, ამ შემთხვევაში ჩვენზე დიდი მოკავშირე მას და არც სხვას არ ეყოლება. ეს არის ძალიან მარტივი. თუ არა, მაშინ ჩვენ ვაპირებთ ქართული ხალხის დარწმუნებას, რომ ის არ მივიდეს ამ არჩევნებზე, აი ამ შეურაცხყოფელ არჩევნებზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაჭერილები არიან პოლიტიკური ლიდერები, დაჭერილი არის 50 პოლიტიკური არის თქვენი კიდევ ერთი ლიდერი სასამართლო პროცესი. თქვენი კოლეგები დადიოდნენ, იღებდნენ რაღაცას და მიდიოდნენ და პირდაპირ თავებს უმტვრევდნენ ადამიანებს, ახალგაზრდა გოგოებს. როცა დღეს ვხედავთ კიდევ ქუჩებში ხო ხანვის დახვდებიან, ხანვის უჩივლებენ, სასამართლო ვეღარ იტევს, აი ყვარყვარე თუთაბერის ციხესავით გადაიქცა უკვე ქართული ოცნების სასამართლოც, ხო? ვეღარ იტევს ადამიანებს, რომელსაც ასამართლებენ რისთვის, სიმართლისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის. ეხლა უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ Facebook პოსტებზე რო გამოთქვამ რაღაცა მოსაზრებას, თურმე მარიამ ლაშქისნაირი დეპუტატი ვიღაცა ამაზე გიჩივლებს სასამართლოში და შეიძლება ის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საჯარო პირი არის დაბარებული ხვალ უკვე პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის. დიქტატურის ცდელობა არის, ავტოკრატიის პირდაპირი დაკანონება მიმდინარეობს ქვეყანაში და ამ პირობებში ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, სადაც არც დამკვირვებელი არის, არც არაფერი არ არის, აღარც სადამკვირვებლო მისიები აღარ არიან, აღარც უცხოელები არ ჩამოდიან იმისთვის, რომ შეაფასონ ეს პროცესი. როგორ შეიძლება ახლა აქედან რამე კარგი გამოვიდეს? მე მესმის, შეიძლება ზოგიერთ პოლიტიკური პარტია თვლიდა, რომ მას აქვს მეტი რესურსი, ფინანსური მაგალითად, მას აქვს მეტი წვდომა გარკვეულ სატელევიზიო საშუალებებზე და აი ახლა აი ამ რაღაც ტიპის турბულენციაში, რომელიც ჩვენ აღმოჩნდით გაყალბებული არჩევნების და ანტიევროპული გზავნილების შემდეგ კობახიძის, რომ ხელი მოითმოს და რაღაცნაირად წარმოჩინდეს მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად. არ გამოვა ეს ამბავი. ეხლა სასტორის სპინაზე ის კი არ დგას, ლელო იქნება უფრო მთავარი თუ ის რა ქვია, კოალიცია ცვლილებებისთვის თუ რომელიმე პარტია სასტორის სპინაზე დგას, ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი ქვეყანა, თუ იქნება დამონებული ისე როგორც არის რაღაც აზიურ დიქტატურებში ხალხი და Facebook-ს გაუკონტროლებ. მე ყოფილი ვარ მაგალითად ირანში, ერთხელ სახელმწიფო ვიზიტით ვიყავი. და უცებ რომ შევხედებ, ნახე რომ Facebook-ში ვერ შევდივარ და ვიკითხე რა ხდება და ის ხდება რომ ეს ქსელი აქ არის გათიშული. აი ეს ან ესეთი საქართველოს გვინდა და ეხლა ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ფარსით არ უნდა შეუწყოთ ივანიშვილის აი ამ გამორიცხულია ლელო ვერანაირად ვერ შეძლებს თქვენს გადარწმუნებას იმ არგუმენტებით, რომელიც აქვთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ასე ვთქვათ სასიკეთოდ. მე მგონია რა მოხდება. ჩვენ გადარწმუნება არ გვჭირდება, მაგრამ მე მგონია რომ ხალხის მართლა ზღვა გადაარწმუნებს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ახლა ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს ანუ ხალხის ზღვა, მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, პროტესტი გაძლიერდება. ყველა იგრძნობს, დიახ, ყველა იგრძნობს და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები იგრძნობენ რა არის ხალხის დაკვეთა.
ხალხის დაკვეთა დღეს არ არის მონაწილეობა რაღაც სიყალბეში და სიბუნწეში, რომელთანაც თან დამარცხებული გამოდიხარ ყველა ჯერ. სიშველიებენ, ალბათ სალომეზურაბიშვილსაც გააცნეს ეს კვლევა, რომ ყოველი მესამე ადამიანი ხალხის პოზიცია იქნება იმდენად არჩევნებში ოპოზიციის რომ საბოლოო ჯამში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ანუ როდის გამოჩნდება ეს პოზიცია ხალხის, ეს მკაფიო უდიდესი უმრავლესობის, აი როგორ შეიძლება გამოიხატოს, არ ვიცი. ეხლა შეიძლება არა, ერთია სოციალური ქსელები, მაგრამ ეხლა ეს პირველ რიგში ანგარიშგასაწევი თავად ოპოზიციური პარტიებისთვის უნდა იყოს, ეხლა პოლიტიკურ სასაკალაოზე რატომ გაიყვანენ ნებაყოფლობით საკუთარ თავს, ალბათ იციან, რომ პოლიტიკური მოსაზრებით მათთვის რაღაცა გაგებით უფრო მომგებიანი არის და თუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კი ვართ ოპოზიციაში, მაგრამ კონკურენტები ვართ ერთმანეთს, ნამდვილად არ მინდა, რომ ასეთ პოლიტიკურ სასაკლაოზე სუიციდი ჩაიტაროს ვიღაცამ ოპოზიციურმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს მათი გადაწყვეტილებები არის. ანუ გულუბრყვილოები არიან, აი ვერ გეტყვით რა არის. ვერ ხვდებიან, რაღაცა ისეთი ცდუნება აქვთ, ვინმე დააშინა. აი რა ხდება მაშინ ამიხსენებს შესაძლოა ვინმე თulis რომ კარგი პოლიტიკური მომენტი არის იმისათვის რომ რაღაცა თანასწორთა შორის უფრო მთავარი წარმოჩინდე. მე მგონია რომ პირიქით ამას ყოველთვის გაგიგებენ ადამიანები. ამ ვერსიას რა ამყარებს, რითი საბუთდება ეს ვერსია? აი სწორედ ის რომ სხვა ტიპის არგუმენტაცია არ არსებობს. როდესაც ვეუბნებით, შეხედეთ ვითარებას, ხო? ბრიტანეთის ეს პოზიცია არის ყოველდღიურად არის საშინელი კრიტიკა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ორიოდე კვირა დარჩა, რაც მიღებული იქნება ის ცნობილი აქტი, რომელიც ქართულ ოცნებას კიდევ უფრო მკაფიო საზღვრებს დაუწესებს. ხედავთ, რომ ეს EUTOS მისია არის უკვე ბლოკირებული. გრანტის მიღებები არიან ბლოკირებულები, ვინც არ დააკვირდეთ. ქვეყანაში არის ტოტალური ტერორი. ადამიანებს Facebook-ში დაწერილი პოსტების გამო სასამართლოში დაატარებენ და ეხლა თუ და კიდევ სამი პარტნიორი მე არ მიყვარს დამუნათება და რაღაც მორალისტობა, მაგრამ ის თავად ის ამბავი, რომ აი ეს კამპანია ჩვენი პარტნიორი ლელოს მხრიდან გაიხსნა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიის ერთი პოლიტიკური პარტიის ორი ლიდერი დააპატიმრეს და ხვალან ზეგ დააპატიმრებენ მესამეს სიმართლე გითხრათ ხო ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს. არა, თქვენ შეიძლება ცუდ ხასიათზე გაყენეთ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრ ეჭვებს აგვიძრავს და რაღაცა ლოგიკაში რაღაცას ან ვაკლებთ, ან ბოლომდე არ ვამბობთ, იმიტომ რომ თავს ყველაფერი ერთმანეთს არ ებმევა. თქვენ თქვით რომ 28 მარტამდე ლელო ინარჩუნებდა მტკიცე პოზიციას ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობასთან. ხო, არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. თანაც ამბობთ, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, რაღაცნაირად ვნახეთ უცებ ლელოს პოლიტიკური ფერისცვალება ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის სიკეთეებთან დაკავშირებით. ანუ რა ხდება, დაინახეს რა, რომ რა ვიცი, ჩამოიცილეს პოლიტიკური ასპარეზიდან სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები უფრო მეტი შანსი გაუჩნდა, ცოტა ისეთი ამორალური ამაზე ფიქრიც კი და საუბარიც. ეს სკეპსისი გაჩაღდა პირველ რიგში ქართული ხალხის მიმართ, იმიტომ რომ ლელოს წარმომადგენლები ამბობდნენ სწორედ რომ აი ეს არის სწორი გზა, როდესაც საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადდა, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ქუჩის გამოსვლები არის სწორი გზა. პირდაპირ ღიად ლაპარაკობდნენ ამის შესახებ. რა შეიცვალა ახლა? ხო და ამას გეკითხებით სწორად არიცოდნენ, მანამდე სხვა დაკვეთა იყო საზოგადოების მხრიდან და მას შემდეგ შეიცვალა. ანუ თქვენ ხომ აი გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ, მითხარით ახლა არ მინდა ისე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებ, ხო, ეს ხო ნიშნავდა ერთპარტიულ სტოვებ პარლამენტს და ამ ერთპარტიულობამ ამ პარლამენტის გამოიწვია ის, რომ ყველა დასავლელი პარტნიორი ეუბნება, რომ ეს არ არის პარლამენტი, ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეხლა მოგიახლოვდა მეორე არჩევნები, ყველაფერზე ჩანს, რამდენად დაინტერესებულია ხელისუფლება, რომ როგორმე ეს არჩევნები ჩატარდეს და ამას დაარქვას ვითომს და დემოკრატიული პროცესი, ხო? ყველანი ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მტკიცე პოზიციით მათ შორის პოლიტიკური პატიმრები ციხეებიდან მოგვიწოდებენ, რომ არ წავიდეთ კომპრომისზე. და აი ამ ვითარებაში, ეხლა ასეთი ნაბიჯის გადადგმა
ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის ტორპედირება ქართველი ხალხის სურვილის, რომ კონდეს თავისუფალი და დემოკრატიული საუბრობს კიდეც პირდაპირ, რომ მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ გარკვეულ გარიგებას ხომ არ ქონდა ადგილი ერთი ან მეორე პარტიის შემთხვევაში. მესმის, მაგრამ არ მინდა, არც სურვილი მაქვს, რომ არც მინდა რომ დავიჯერო, რომ ასეთი რამე ხდება. ამიტომ ველოდებით მათგან ძალიან არგუმენტებს. უნდა გამოვბრძანდეთ და თქვან თავიანთი არგუმენტები. ხედავთ ხო, შესანიშნავი ადამიანები, ლელოს ლიდერები გამოდიან და პირველი და მეორე კლასის ბავშვი რო არ მოიტანს, ისეთი ვითომს და ფსევდო არგუმენტები გამოაქვთ. მათ შორის აყალბებენ ისტორიას, აი, წეღან რომ ახსენებდა გიორგი ვაშაძე, ზვიად გამსახურდიას პერიოდს. ხო, იქაცო ესე იყო და სრულიად სხვანაირად დაგვიხატეს ის პოზიცია, როცა მაგრამ იგივე ვაშაძეს ხელს არ უშლის ლელოს ეს პოზიცია, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში გააგრძელოს მუშაობა. მესმის და იმედი კონდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი ერთიანობის შენარჩუნების. ახლა ერთიანობა ყველას ძალიან კარგად გვესმის და რაღაცა ღრმა პოლიტიკურ წიაღისეულებში შესვლა არ უნდა. ერთიანობა ან ბოიკოტში, ერთიანობა ან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ ან თქვენ უნდა გადაარწმუნოთ გახარია და ლელო, ან იმათ უნდა დაგარწმუნონ, რომ ჯობია, ასე ვთქვათ, ჩათრევას ჩაყოლა და მოდი მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. საით რომელიმე მხარეს უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? ჩვენი პოლიტიკური პარტია პირდაპირ საჯაროდ ვამბობ ამას, რომ განიხილავს ერთადერთ ერთიანობას. ეს იქნება ერთიანობა ქართულ ხალხთან, ხოლო ქართული ხალხის სრულიად აშკარად გამოხატული მოსაზრება არის, რომ ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური პარტია არც ერთი თავისი ნაბიჯით არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას იმ ავტოკრატიას, რომელიც დღეს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული. არც ადგილობრივი არჩევნების გზით, არც არანაირი არჩევნების გზით, თუ მას წინ არ უძღვის სრულიად კაფიო ასევე პირობები ამ არჩევნებში მონაწილეობის. რაც უფრო ჩქარა გავერთიანდებით ამ პოზიციაზე, მე ვფიქრობ, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მივახციოთ იმ მიზანს, რისთვისაც ეს ხალხი იბრძვის, რისთვისაც თავს უშვერს ხელკეტებს და რისთვისაც თავისუფლებას კარგავს. აი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, ნიკა მელია ციხეშია ახლა, ჯაფარიძე ციხეშია, გვარამიას ამ დაიჭერენ დღეს თუ ხვალ ეს ხალხი რატომ იდის ციხეში მაინტერესებს? რჩება ფაქტობრივად, აი ისევ შევხედოთ რაღაცა პოლიტიკური რაციონალიზმი თუ ზოგადად არსებობს რეალობაში მსგავსი რამ, არ ვიცი, შევხედოთ აი ამ კუთხით, იმიტომ რომ ამაზეც მიდის ხოლმე მსჯელობა. ანუ თქვენ რეალურად რჩებით პოლიტიკური ლიდერების გარეშე და აი არჩევნებში არ მონაწილეობის შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ საერთოდ? აი როგორ უნდა შეინარჩუნოთ პოლიტიკური სიცოცხლის უნარიანობა? საკმარისად ინსტიტუციონალიზებული არის ჩვენი პოლიტიკური ძალა იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების არ ყოფნამ არ ჩამოშალოს პარტიის მთავარი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ნუ გითხარით სამოქმედო გეგმა რა გაქვს, ესეც გითხარით. ამ ვითარებაში გვიწევს გეგმა სამჯერ თუ ოთხჯერ თქვით დღეს აქ ის რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას გასაგებია. მიერ ორგანიზაციას. ეს არის პოზიცია. გაგრძელდება წინააღმდეგობის მოძრაობას ექნება ის სახე, რაც აქვს ხო კლასიკურ, როდესაც ხდება ბოიკოტირება დიქტატორული რეჟიმების. აი თქვა ელენე ხოშტარიან პირდაპირ უფრო მეტ სოციალურ ფენამდე უნდა მიაღწიოს პროტესტმა. სავაჭრო ცენტრი იქნება ეს, მეტრო იქნება ეს, ნებისმიერი სოფელი იქნება. გარწმუნებთ ეხლაც, მაგრამ ბევრი ადამიანის დარწმუნება მე მგონია საქართველოს უდიდესი უმრავლესობა ამაში არის დარწმუნებული. აი თუნდაც ამაზე მითხარით, როგორ აპირებთ კარდაკარ ჩამოივლი და ხალხს ეთყვით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ არჩევნებზე? თუნდაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო დავდიოთ ადამიანები, ვეუბნებოდით 2024 წელს, რომ გამოდით, კიდევ ერთხელ უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და იმ საარჩევნო ყუთებთან რა დაგვახვედრეს? ქართული დემოკრატიის კუბოები დაგვახვედრეს რეალურად, ხო? იმის მაგივრად რომ ხალხს თავისი ნება გამოახატა, დამღები იყო ვინ მისცა 41 ხმა, ვინ მისცა სხვა პოლიტიკურ პარტიას. აი ზუსტად ამ ხალხს და კიდევ ბევრ ხალხს, ვინც დაინახა უკვე რამდენად ანტიცივილიზაციურია ქართული ოცნება, რამდენად იზოლაციაში არის ის მთელი მსოფლიოსგან. არავის არ აკვირვებს რომ უნგრეთში და ფიცოსთან და ორბანთან დადიან, ხოლო მერე წამოვლენ აქ ყაზახეთში ჩავლენ, მერე ისე უნგრეთში დაბრუნდებიან. იტალიაში დღეს გახსნეს მილანში საკონსულო, რომელიც რეალურად 2023 წელს არის
გახსნილი და 2024 წლის არჩევნები იმ საკონსულოებს გასაგებია, მაგრამ მე მგონია რომ ამ ასე ვთქვათ დემონსტრაციულ ვიზიტს გარდა იმისა რომ ძალიან ესეთი წარმომადგენლობითი იყო, ასევე სხვა პროპაგანდისტული მიზანი ჰქონდა რომ სანქციების მიუხედავად ჩვენ აგერ ძალიან მარტივად დავდივართ ევროკავშირის ქვეყნებში. რა დღეში არის ხელისუფლება, რომელიც 2 წლის წინ გახსნილ საკონსულოს თავიდან ხსნის და თან იქ იტალიის თავობის არც ერთი არც ოპოზიცია მარტივ მდგომარეობაში ვერ შეძლო ერთიან პოზიციაზე შეჯერება და სახელებს, როდესაც დიქტატორული მმართველობის პირობებში ოპოზიცია არის კარგ ვითარებაში. ვერავინ ვერ იტყვის ამისგან მაგალითს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. თქვენივე კოლეგების პოზიციიდან გამომდინარე საუბრობ კაცო. სიმართლე არის პანაცია. სიმართლე, მე რო გითხარით 1990 წელი, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ საერთოდ არ მიიღო იმ მონაწილეობა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ის სიმართლე და გამოხატავდა შეხვედრები და ქართული ხალხის ნებას გამოხატავდა ეს პოლიტიკური პარტია და მაინც გაიმარჯვა იმან. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ეხლა კოალიცია ხალხთან. რა თქმა უნდა, კარგია თუ სხვა პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ასეთ რაღაცა ანტიცივილიზაციურ გზაზე და არ გადაწყვეტენ ქართულ ოცნებასთან კოოპერირებას. იდეალური იქნება, მაგრამ იმის გამო რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ქონდეს კარგი ურთიერთობა, ქართულ ხალხთან კოალიციას ჩვენ არ დავთვალოთ. პირველი არის ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი ამომრჩეველს გულისხმობ, მაგრამ მაინც და მაინც ჩვენი პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების მოსაზრება. ქართული საზოგადოების მოსაზრება არის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ პროირანული რაღაცა ქვეყანა და არ გვინდა რომ ვიყოთ რა პროჩინური ქვეყანა და პრორუსული ქვეყანა. ამიტომ აი ამ მოსაზრებას ქართული ხალხისას რომ ჩვენ გქონდეს ევროპული მომავალი, არავითარ შემთხვევაში არც ერთი პოლიტიკური გარიგების ხარჯზე არ დავთმობთ. ეს არის და ეს კარგი, აი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა და ეხლა შემოხვდა ზუსტად თინა ხიდაშელის განცხადება, რომ დროა სალომე ზურაბიშვილმა ლიდერის როლი საკუთარ თავზე აიღოს. ეს მოწოდებები ბოლო რამდენიმე თვეა ხშირად მომისმენია. პირველი არ არის, თქვენ თავად თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ ეფექტური იყოს კომუნიკაცია ოპოზიციისა საერთაშორისო საზოგადოებასთან. ისე როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ გულწრფელად მითხრათ? თუნდაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს კიდევ დარჩა საერთაშორისო კომუნიკაციის რესურსის გარდა კიდევ აქვს რესურსი რაღაცნაირად გამაერთიანებლის როლი შეასრულოს ოპოზიციაში შორის, ანუ რასაც ქვია ეს აღდგენა ერთიანობის თუ წინააღმდეგობის პლატფორმის აღდგენა, ეს ხელეწიფება სალომე ზურაბიშვილს? დიახ, მე მიმაჩნია, რომ მას შეუძლია რომ ასეთი როლი ჰქონდეს, ძალიან სასარგებლო როლი შეუძლია ჰქონდეს. ეს მაგიდა შეიქმნა ნუ როგორც ყოველთვის ხო არის ხოლმე როდესაც მსჯელობა არის იმართება დისკუსია გამოთქვამენ აზრს სხვა მეორე აზრს უპირისპირებს ამას მაგრამ მოდის გადაწყვეტილების მიღების მომენტი ხო სამუდამო ვერაფერი ვერ იქნება და ვერ დისკუსია ვერ იქნება სამუდამო ეს სიგიჟეს დაემსგავსება ბოლო-ბოლო ეხლა უკვე მივადექით იმ დროს ქრონოლოგიურადაც მივადექით ეხლა იმას როცა სულ რაღაც თვენახევარი გვაშორებს საბოლოო 4 აგვისტოს არის თუ არ ვცდები საბოლოო რეგისტრაცია ხო კეთილი ინებოს ეხლა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და თქვას თავისი პოზიცია არის ქართულ ხალხთან თუ ივანიშვილის უნიჭო ფარსში იღებს მონაწილეობას ამიტომ მე ვფიქრობ რომ ხალბატონი სალომესთვისაც დადგა ის მომენტი, როდესაც მისი პოზიცია უნდა ყოს გაცილებით არაორაზროვანი, გაცილებით მკაფიო და ისეთი, რომელიც გამოხატავს ჩვენი ხალხის მაინც მიგაჩნიათ, რომ ორაზროვანია სალომე ზურაბიშვილი, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს რაღაცნაირად ლავირების შესაძლებლობას. ხო, ჩვენც გვსურს ერთიანობა. თუ ეხლა იქნებოდა ძალიან მკაფიო მისი განცხადებები, ხო ეს ერთიანობის შენარჩუნება უფრო და უფრო გაჭირდებოდა, მაგრამ ამიტომ ვამბობ, მოვიდა ახლა დრო, როდესაც საბოლოოდ უნდა ითქვას. ის კი არა, რაც დღეს თქვეს კიდე რომ მოდი იცი რა ისევ ერთობა და ისევ დავსხდეთ სამსჯელო და ისე არაფერი სამსჯელო ბევრი აღარ არის ახლა აქ. ან ხარ აქეთ, ან ხარ იქით, ან ხარ კომუნისტური პარტიისკენ, იმ ცნობილი არჩევნებზე როცა პარალელები ეს უნდა თქვას ზურაბიშვილმა, ანუ ამას ითხოვთ. პირველ რიგში უნდა თქვას პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ, რომ აი კვლავ დაკავებულები იყვნენ რაღაცა დროის გაჭიმვით, რაღაცა გაურკვეველი
გამონათქვამებით რომ ესეც შეგიძლია წაიკითხო და ისეც შეგიძლია წაიკითხო, ხო? და გამუდმებული ცვლილებით მე საკუთარი პოზიციის რის გამოც ხალხმა ერთხელ დაკარგა ქართული პოლიტიკური ელიტის რწმენა 2020-ში რო ეუბნებოდნენ რომ იცი რა ჩვენ არ შევალთ ჩვენ აქ დავტოვებთ სიცოცხლეებს მაგრამ მაგ პარლამენტში არ შევალთო და მე ერთმანეთს ასწრებდნენ შესვლას ხო კიდე ერთხელ ამ ბლეფის ჩატარება მართლა რეციდივისტები ხო არ არიან ხო რომ ერთხელ გააკეთონ ეს მეორედ გააკეთონ უთხარით ჩვენ ხალხს იმ არჩევნების შემდეგ და ხალხმაც გითხრა ჩვენ რომ ანტიევროპულ რეჟიმთან რომელმაც გააყალბა არჩევნები აღარ გვექნება ურთიერთობა სანამ ის არ გამოიცვლება ისე რომ არ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს. ახლა გამოაგდეს ეს თემა ადგილობრივი თვითმმართველობის. მართლა შეუძლებელი არის უბრალოდ, იმიტომ რომ თუ ასე დამოკიდებულება გვექნება ჩვენ საზოგადოებასთან, უნდა ველოდოთ რომ ზუსტად ასეთივე იქნება მის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მე ერთ რამეს გეტყვით ება და ამისი მართლა ძალიან მტკიცედ წამს. ივანიშვილი 2012 წელს რომ მოდიოდა გახსოვთ თქვენს ხო ის პირდებოდა ბევრ რამეს ადამიანებს ზოგს ეუბნებოდა ჩამიწერეთ აი მაცივარი გჭირდებათ მანქანა გჭირდებათ რა გჭირდებათ ზოგი იჯერებდა ამას ზოგი არა მე გადიოდა დრო ამას ვიზამ ეკონომიკას ხუჯერ გავზდი ხო არა ბევრი იყო მაგრამ დღეს ივანიშვილი დააკვირდით არაფერს აღარ პირდება ქართული ოცნება დღეს მისი ამოცანა ის კი არ არის რომ ხალხს აჩვენოს რომ თითქოს უკეთესი იქნება დღეს მისი ამოცანა არის რომ ოპოზიციაც ისეთივე ამორალური იყოს როგორც თვითონ ხელისუფლება არის თუ ორივე ამორალურია მაშინ ადვილია გაკეთება არჩევანის უფრო მდიდარი სასარგებლოდ ხო და ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ ამიტომ გჭირდება მორალური სიცხადე მორალური უპირატესობა ამიტომ გჭირდება რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რომ ჩვენ სიტყვას აქვს ფასი და ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება ერთმანეთსაგან. ეხლა ეს არის ანი და ჰოე ქართული პოლიტიკის და ასეთი პოლიტიკოსები საქართველოში არსებობენ. ოღონდ მე მინდა რომ რაც შეიძლება მეტი იყოს მათი რიცხვი. ხო, არ ვიცი, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, არის თუ არა შესაძლებელი პარტიების თუ კოალიციების დაბრუნება წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში თუ მართლაც როგორც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა წინააღმდეგობის პლატფორმა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა მხოლოდ ლელო სამარა და იმედად დარჩება. მადლობა ნუგზარ-ციკლაურის კოალიცია. ნახოთ ფორმით აი ეს ადგილობრივი არჩევნები და ვერც იმას ვერ მოახერხებენ რომ ამ ბლებს დაარქვან არჩევნები ვერც საერთაშორისო საზოგადოების თვალში და ვერც ქართული საზოგადოების. კი ბატონო, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ ამ თემებზე მოვისმენთ ანალიტიკოსების მოსაზრებებს. გადაცემა 360 გრადუსი დააბრუნდა ეთერში პოლონეთის ვრცელდება ინფორმაცია რომლის თანახმადაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს ეს განცხადება მან პოლონეთის პარლამენტში იმიგრაციაზე საუბრისას გააკეთა რის შემდეგაც დონალდ ტუსკის მთავრობამ პარლამენტში ნდობის საკითხზე მნიშვნელოვანი კენჭის ყრა მოიგო საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება ბოდიშს ვუხდი ქართველებს რომლებიც შეიძლება განაწყენებული იყვნენ ზოგადად მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოზღვის შეზღუდვის მტკიცე მომხრე რომლებიც როგორც საქართველოს შემთხვევაში აღარ ცემენ პატევ სტანდარტებს ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით ან მიგრაციის პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში რაც მიგრაციის საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვისო აი ასეთი განცხადება გააკეთა დონალდ ტუსკმა სულ ცოტა ხნის წინ ლელა ჯეჯელავა ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის რა თქმა უნდა ამ თემით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი შესაძლებელია თუ არა მხოლოდ პოლონეთის ამ შემთხვევაში ინიციატივა მიიღოს იმგვარი მასშტაბები რომელიც ძალიან დააზარალებს ქვეყანას და რა თქმა უნდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მადლობა მოწვევისთვის ემა მივესალმებით თქვენს მაყურებელს ხო რა საკვირველია უკვე საკმაოდ მძიმე ფაზაში შევდივართ როდესაც
ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უწევთ როგორც ჩანს უკვე ძალიან კრიტიკული ზომების მიღება იმისთვის რომ როგორმე ქართული ოცნების ხელისუფლება შეაჩეროს, თუმცა მე მგონია რომ მათი შეჩერება ძალიან რთული აღმოჩნდება ავტორიტარიზმის გზაზე, უпростоრად დიქტატურისკენ მივდივართ რეალურად, დღეს ადამიანებს იბარებენ სასამართლოში მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმა გამოიყენეს. საკმაოდ გაიზარდა სხვათა შორის სია იმ ადამიანებსა, ვიდრე ჩვენ აქ გადაცემაში ვსხედვართ თამარ ჩერგოლეიშვილი, ელენე ხოშტარია, რა ვიცი, ვიკა ბუკია, ვახო სანაია, ანა სუბელიანი. ხო, და რა საინტერესოდ მოაწყო ეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ეს კანონმდებლობა ისე, რომ ამ ქვეყანაში არავის ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფა არ შეიძლება, ერთადერთი ბიძინა ივანიშვილს ვერ უხერხებენ ვერაფერს და გამოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ კანონმდებლობაში ვერაფრით ვერ მოხვდება და ასე რომ ეხლა თვითონ გადაწყვიტოს ბატონმა ბიძინამ როგორ ზრუნავენ მისი გუნდის წევრები მის დაცვაზე და მათ შორის მისი ღირსების საკითხზე. თავისი საკითხი გადაწყვიტეს და მოიგვარეს ისე რამე რო იყოს. ხო, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ძალიან მძიმე იქნება ეს თუ ევროპის სხვა ქვეყნებიც გაყვებიან პოლონეთის კვალს და დიდი ალბათობით ეს ასე იქნება. ამ პროცესს ვერ შეაჩერებს ვერაფრით და წინ ვერ აღუდგება ორბანი, რომელთანაც მე არ ვიცი რიგით მე რამდენი შეხვედრა აქვს უკვე ამ 6 თვის განმავლობაში ირაკლი კობახიძეს წარმოუდგეთ განუშორებელი წყვილი შეიქმნა მოკლედ ამისაგან ორბანი კობახიძისა. ხო, ესეც ვერ დაგვიდგება წინ. ასე რომ ცუდი ხელისუფლებები თქვათ ჯანსაღ საზოგადოებას არ აყავს და ეხლა საზოგადოებას მოუწევს გადაწყვიტოს რა შეეგუება ამას ყველაფერს თუ უბრალოდ იმსახურებს ნორმალური ადამიანური ცხოვრების უფლებას საქართველოში მყოფიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებით, რომლებიც ადუღებული ეკონომიკის მიუხედავად ქვეყნიდან წავიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ შვილებისთვის ლუკმა პურის მოძიების საშუალებაც კი არ ჰქონდათ. კი ბატონო, აი გიორგის მინდა აუცილებლად ვკითხო ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად რეალური არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, იმიტომ რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ აი ეს ბრაზი, წყენა, ნეგატივი რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მათი მხრიდან მოყვეს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, არსებობს რისკი, რომ მიმართული იყოს არა მხოლოდ ქართული ოცნებისკენ, რადგან მათმა პოლიტიკამ განაპირობა ევროკავშირის ასეთი გადაწყვეტილება, არამედ გარკვეულწილად გაზარდოს ის ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, რომელიც ძალიან მცირე ნაწილში დღეს არსებობს ევროკავშირის ინსტიტუციების მიმართ. მოგესალმებით, ტელემოყურებელს მივესალმები. სამწუხაროდ ძალიან რეალურია უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუ ქართული ოცნება რჩება ამ მდგომარეობით და ამ ძალაუფლებით და აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მოხდება. ჩემი გათვლებით, შემოდგომაზე მოხდება. რატომ შემოდგომაზე? ანუ არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ არანაირად? უბრალოდ შემოდგომაზე იქნება ანგარიში, ხო, ანგარიში მათ შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მიღებული იქნება ახალი რეგულაცია, რომელიც საშუალებას მიცემს ევროკომისიას პირდაპირ, რომ არ კითხოს საბჭოს და არავის, რომ იმ შემთხვევაში თუ დემოკრატიული უკუსვა, თუ ადამიანის უფლებები ირღვევა, თუ და რამე სხვა სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, სწორედ აი ამ ნიადაგზე შეაჩეროს და არა იმიტომ, რომ გაიზარდა მაგალითად რაღაც თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა და ასე. ასე რომ ეს ძალიან რეალურია სამწუხაროდ და ეს არის ქართული ოცნების ბრალი.
ასე რომ რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება ვიღაცა განაცხენდეს ევროკავშირზე რომ აი რატო გვიჩერებენ ხო ვიზო მიმოსვლას მაგრამ ანუ ესე ძალიან რეალისტურია რომ აგრესიის გარკვეული ნაწილი მათ შორის ევროკავშირის მიმართ ამოდის განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც საქართველოს მოსახლეობა ყოველ ჯერზე ამტკიცებდა რომ ის არის ქცევით სიტყვით ქცევით სიცოცხლით, თავდადებით, ბრძოლით, ყველაფრით აბსოლუტურად თავგანწირვით, რომ ის არის სწორედ დასავლური ღირებულებების ერთგული. აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ ეხლა როდესაც ეგუები რუსულ ხელისუფლებას, რაღაცა პრობლემაა, იმიტომ რომ თან რუსული ხელისუფლება ყავდეს და თან ევროპული მომავალი გინდოდეს. ეს ორი რაღაცა ერთად არ გამოსნავს, იმიტომ რომ რა ვიცი 180 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქუჩაში, ახლა მე საზოგადოების სახელით გესაუბრებ. მისმის ეს ყველაფერი, მაგრამ რაში არის საქმე, რომ მთავარი არის შედეგი. და ეხლა ვერავინ ვერ დაიწყებს განუსაზღვრელ ლოდინს 10 წლის მერე ამ ქვეყანაში როგორი ხელისუფლება იქნება. ანუ ქვეყანა უკვე პირდაპირ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არ ღვევს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ეხება კონკრეტულ ვიზო მიმოსვლას. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით ყველა კრიტერიუმით არის ავტორიტარული სახელმწიფო. ევროკავშირს ევროპაში არც ერთ ავტორიტარულ სახელმწიფოსთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად საქართველოს გამონაკლისი ვერ იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დროის საკითხია უბრალოდ. ეს იქნება თუ გაგვიმართლა, ეს იქნება ზამთარში, თუ ასე ვთქვათ, უფრო ლოგიკურად ადრე დადგა შედეგი, ეს იქნება შემოდგომას. ძალკე კიდე აღსრულების საკითხებია. ეხლა უყურეთ, აქ ამ თავარი ამბავი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ შეგვიძლია შევწიროთ ქართულ ოცნებას ეს ევროპული სიკეთე და სხვა ევროპული სიკეთეები, სხვადასხვა არ გეგონოთ, რომ უვიზო მიმოსვლის გაჩერებით დამთავრდება ეს ამბავი. უვიზო მიმოსვლას მიყვება თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალ ვაჭრობას მიყვება ღია სივრცის შეთანხმება, იმას მიყვება საერთოდ ასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი რაღაცეები, Erasmus Plus-იდან დაწყებული, დამთავრებული, ყველაფერი ნელ-ნელა მიყვება ამ ყველაფერს. ეხლა, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი. ჩვენ რამდენს ავიტანთ და რამდენს მივიღებთ ქართული ოცნებისა. სხვათა შორის, ახალი ამბავია, რომ შემდეგი წლიდან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის როუმინგის ზონაში შედიან. სხვათა შორის, ეგ ჩვენი იდეა იყო, საქართველოს იდეა იყო, სხვათა შორის პირველი საქართველოს უნდა შესულიყო იქ. მაგრამ საქართველოს იქ ხსენება საერთოდ არ არის. ამიტომ მოდი რეალობას თვალი გაუსწოროთ, ვის ეწყინება, ვის არა, ევროკავშირისადმი დამოკიდებულება შეიცვლება თუ არა, ყველაფერს აქვს რაღაც საზღვარი. საქართველოს სამწუხაროდ საქართველოს დე-ფაქტო რეჟიმმა გადაკვეთა ეს საზღვარი დიდი ხანია და შესაბამისად ახლა ეს მოხდება აუცილებლად. მე პირადად რომ მკითხოს ადამიანმა, მე საერთოდ ევროკავშირს ვურჩევდი რომ გააკეთოს ესეთი რამე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშია. ინგლისურად ქვია visa on arrival. რომ ჩადიხარ, იქვე გირტყავენ. და შესაბამისად ახლა ვინც ემხრობა რუსულ რეჟიმს იმას არ ჩაურტყავენ მარტივად და ვინც არ ემხრობა თქვენ ხო ამბობთ რომ ჩვენ რა დავაშავეთ ამბავია ხო ეს პრეტენზია ძალიან ბევრს ეკნება ჩვენ შევალთ და კოცები ვერ შევლენ ხო და ამიტომ მე ქართული ოცნების მხარდამჭერებს მინდა უთხრა რომ პირველ რიგში თქვენ დაზარალდებით და თუ რამე გინდათ ევროპაში გაიქეცით დროულად იმიტომ რომ შემდეგ ვიზის აღება ჩემთვის და ქალბატონელასთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება ვიდრე თქვენთვის ქალბატონელა თუმცა აი არსებობს გარკვეული რისკები იმისა, რომ თუნდაც ასეთი ხისტი გადაწყვეტილება ევროკავშირისა, თუკი თქვენ დარწმუნებით ამბობთ, რომ ორბანი ამას და ფიცო ხელს ვერ შეუშლია, არ და ვიცით რომ ხო, კი ბატონო, ალბათ არსებობს გარკვეული მექანიზმები იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის წევრების უმეტესობას გვერდი აუარონ. ხო, კი ბატონო, გავაკეთოთ დაშვება, რომ ძალიან რეალისტურია უარის შემთხვევაში, ხო, შემოდგომაზე უკეთეს შემთხვევაში ზამთარში საქართველოს დაკარგოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.
თუმცა ხო დარწმუნებული ვარ წინასწარ როგორ გამოიყენებს ამას ქართული ოცნება იტყვის რომ აი ნახეთ რასაც ჩვენ ვამბობდით ხომ ევროპული ბიუროკრატია რომელიც რეალურად deep state-ის კარნახით მოქმედებს ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ამ გზით ხელისუფლების დამხობას და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მოყვანას თუმცა არსებობს კიდევ სხვა რისკებიც რომ რეალურად აი ამ განწყობებით და შექმნილი ვითარებით არ ვიცი ისარგებლოს ჩვენმა მტერმა და რაღაცა უფრო მეტი საფრთხეები შეგვიქმნას ხომ არ აღმოჩნდება ასეთ ვითარებაში საქართველოს ერთგვარ რუხ ზონაში სადაც ყველაზე დაუცველად იგრძნობს თავს გასაკვირველია ძალიან მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ მე მაინტერესებს მას შემდეგ რაც ვიზა ლიბერალიზაციაც გაუქმდება ძალიან სამწუხაროდ მას შემდეგ რაც ჩვენ რეალურად შევწყოთ ურთიერთობას ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან ვისთანაც აქამდე გქონდა ხო ურთიერთობები როდესაც ევროსტრუქტურებისათვის ჩვენ აღარ ვიქნებით ის ქვეყანა რომლის განვითარებაზედაც ის იზრუნებს აი რამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მშვიდობა ამ ქვეყანაში აი როდესაც ლაპარაკობენ რომ აი მშვიდობა ღირსებით ევროპაში და ასე აი რა ბერკეტები გვაქვს იმისთვის როდესაც აღარ გვექნება შეჩერებულია დაუშვათ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა როდესაც ჩვენ არმიას აღარ მიეწოდება თანამედროვე შეიარაღება, როდესაც არ აგვაქვს საკმარისი ფინანსები თვითონ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი კავკასიის ორივე ქვეყანაზე ბევრად უფრო დაბალია. ორივე ჩვენს მეზო სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც ხო და აი რითი აპირებენ ამ მშვიდობის უზრუნველყოფას ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ მშვიდობა მხოლოდ თუ ფიქრობენ რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა გარანტი ნამდვილად არ არის გარანტი არავისთვის მათი ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენ და რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა კიდე რომელთანაც შეიძლება გაჩნდეს კონფლიქტური სიტუაცია, ხო? ანუ როგორ აპირებენ საერთოდ ამ ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნებას, მე ეს მაინტერესებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ. თუ მოუწიათ ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არალეგალია. დღეს, როდესაც ქვეყანაში არის აშკარა დეფიციტი სამუშაო ადგილებისა, და ეს დეფიციტი გაღრმავდება, იმიტომ რომ ქვეყანაში რომ ინვესტიციები არ შემოდის, რამ უნდა შექმნას ხო სამუშაო ადგილები დამატებით რაც ახლა არის. გარდა ამისა, ამათმა მხოლოდ თავიანთი მხოლოდ განწყობების გამო რომ პროევროპული განწყობები ჰქონდათ ადამიანები გამორეკეს სამსახურებიდან რომლებიც ასევე შეუერთდნენ უმუშევრების არმიას ხო აი სად რა სეგმენტში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა არის ისეთი როგორ გითხრათ მდგრადობა რომელიც ჩვენ გვიქმნის იმის იმედს მე ახლა ვლაპარაკობ დაუშვათ ნეიტრალური ან ხელისუფლების მხარდამჭერების გასაგონად აი რა გეიმედებათ ამ ქვეყანაში ფასები რომელსაც დღითი დღე ვერ ეწევით როდესაც შედიხართ პროდუქტებზე საუბრობ ახლა და პირველად მოხმარებაზე ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის არმია გეიმედებათ თუ სუსი რომელიც დაემსგავსა ტერორისტულ დაჯგუფებას რომელიც ქუჩიდან და თვიმიდან სხვა ქვეყნებიდან იტაცებს ადამიანს ჩვენ მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ და უბრალოდ ქართული ოცნება არ უტოვებს საკუთარ მოსახლეობას გამოსავალს ის რომ არჩევნების გააუქმა პრაქტიკულად ამაზე კი არ საუბრობ არსებობის საშუალებას აღარ უტოვებს მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას ამ ქვეყანაში და აღარც გარეთ გაეშლება უკვე ვიზა ლიბერალიზაცია თუ გაგვიუქმდა. ხო, კი ბატონო, ბატონ გიორგი სამინა გადავიდა იქ ავტომან ლელამ რამდენჯერმე ახსენათ რომ ახსენა და შეკითხვა დასვა ზოგადად
მოსახლეობის მისამართით, რომ ვინ გეიმედებათო და არაერთი სახელმწიფო ინსტიტუცია ჩამოთვალა. თქვენ მანამდე თქვით, რომ რეალურად ახლა სიტყვა ქართულ ხალხზეა და მან უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. რაღაცა ძალიან დიდ პასუხისმგებლობა გეთანხმებით ნამდვილად, მოსახლეობის უმეტესობა არის ის ძალა, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ვერ დაუდგება წინ, მაგრამ რაღაცა იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ხომ არ ვაკისრებთ მოსახლეობას, აი განსაკუთრებით იცით რა ფონზე, როდესაც მეორე მხარეს თუ კი დაიმედებაზე არის საუბარი, ხო? თუ არ გეიმედება ხელისუფლება, უნდა გეიმედებოდეს მისი ალტერნატივა. არ დავასახელებ ოპოზიცია. აი ალტერნატივას უნდა ხედავდე, ხო? რომ ერთმა რო გააფუჭა, შენ თუ ნდობას გამოუცხადებ, მეორე ამას გააკეთებს და ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავთ ძალიან დიდ ბუნდოვანებას, ორაზროვნებას და იმ ფონზე, როდესაც ასე რეალური არის, ფაქტობრივად აი ხელშესახები საფრთხე უვიზო მიმოსვლის შეჩერების, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების გადახედვა, მოყვება და თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება, ვხედავთ ოპოზიციაში მსჯელობის, ასე ვთქვათ, მსჯელობას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობის, თანაც არა უბრალოდ მსჯელობას, ეს არის ყველაზე ესეთი აქტუალური განხილვის თემა ახლა ამ ეტაპზე. სად არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში? ოკეი, საიდან დავიწყოთ? უყურეთ, საქართველოს, აი თქვენ რო საუბრობდით, რომ რუხ ზონაში არ აღმოუჩნდეთო. აღმოუჩნდეთ. არ აღმოუჩნდეთ კი არა. აი რო ავიღა აი კანონმდებლობა, რაზეც ქალბატონი ლელა საუბრობდა, თქვენ საუბრობდით დასაწყისში, რომ დაახლოებით 15 ადამიანს, ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს სასამართლოში იბარებენ, იმიტომ რომ Facebook-ზე ვიღაცა რა, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ზე რაღაცა დაწყო. მანამდე კანონი მიიღეს და ხო მოსაოდნელი იყო და შესაბამისად აი ამ კანონის ცვლილებას აი მაგაში ესაკ აი რახან კანონი მიიღეს, ესე იგი ამ ადამიანებმა აზრი არ უნდა გამოხატონ? არა, როგორ არ უნდა გამოხატონ, მაგრამ მოსაოდნელი რა იყო თქვა ამ შემთხვევაში, ხო ხელისუფლების კანონი მიიღეს, მისცემდნენ ასე ვთქვათ. ეს აჩვენებს საქართველოს რა ტიპის სახელმწიფოა დღეს. ეს არის ამის ინდიკატორი. ასეთი რამეები ხდება ბელარუსში, ასეთი რამეები ხდება რუსეთში. ასეთი რამეები ხდება საქართველოში. შესაბამისად, აი ამ კანონებით და მისი აღსრულებით ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს აყენებს ზუსტად იმ ქვეყნების ლიგაში და რიგში, როგორიც არის რუსეთი და ბელარუსი. მივდივართ იქამდე, რომ შესაბამისად, ეხლა შენ როდესაც აი ამ ქვეყნების ლიგაში ხარ, ევროკავშირში, დემოკრატიულ სამყაროში არაფერი არ გესაქმება. დამთავრებული ამბავია. ეს უნდა გაიაზრო საქართველოს მოქალაქემ. მისი პასუხისმგებლობაა სწორედ ეს შენი შეურაცხყოფაა, როდესაც ადამიანს Facebook პოსტისთვის უჩივიან, ამაზე შენ რეაგირება უნდა გქონდეს. თუ არ გაქვს რეაგირება, მაშინ არც უვიზო მიმოსვლას იმსახურებ, არც დემოკრატიულ სახელმწიფოს იმსახურებ და არაფერს არ იმსახურებ. აი ამაში არის. კი ბატონო, ეხლა შეეხება საპროტესტო მუხწანო, რომ არ ეხლა ოპოზიციას რა შეეხება? ლოგიკა თქვენი მესმის და რა თქმა უნდა, ეხლა იდეალური არავინ და არაფერი არ არის და ჩვეულებრივ მდგომარეობაში თუ ვინმე აკრიტიკებს ხოლმე ოპოზიციურ პარტიებს, მე ვაკეთებ მაგას, მაგრამ ესე ტოლობის ნიშნის დასმა დღეს ივანიშვილის რუსულ რეჟიმსა და რა გინდა ან სუსტი, ან ძლიერი, ან ასეთი, ან ისეთი იყოს ოპოზიცია, უბრალოდ არ შეიძლება. უყურე, ქართული ოცნება დღევანდელი მდგომარეობით არის კრემლის ფილიალი საქართველოში. საქართველოს მტრები არიან ეგ ხალხი. ანუ არანაირ ძალასთან შედარება ამ ხალხის არ შეიძლება. ხო, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაშინ ნიშნავს თუ არა გარკვეულად კოლაბორაციას? მივალ მაგამდე. რა თქმა უნდა ნიშნავს, ხო? ამ ხელისუფლებასთან ვინც რაიმე ფორმით ამ პირდაპირ ანირიბად კოლაბორაციაშია, რა თქმა უნდა ისინიც მათი დღის წესრიგის ნაწილები არიან. და აქ დამთავრდა ყველაფერი. ხა ჩემთვის დამთავრდა ყველაფერი და გასაგებია რომ შეიძლება იქ ვიღაცა სხვა პოზიცია კონდეს, ვიღაცა სხვა პოზიცია. თან არ დაგვაუწყდეს რომ საქართველოს უკვე კარგახანია ავტოკრატიისკენ სერიოზულად გადახრილი ქვეყანაა და იქ ხელისუფლება ყოველთვის ასუსტებს და აფუჭებს ოპოზიციას. სწორედ იმიტომ რომ მე თქვენსავით თქვან რომ აი ხელისუფლება ცუდია, მაგრამ
ოპოზიციაც არანაკლები ცუდია და რა ვქნათ ახლა ჩვენ ხალხმა. სწორედ ეგი მაგიტო კეთდება, რომ ხალხში აეგ ნიჰილიზმი გამოიწვიონ და მე პოპულარულმა წამყვანმა სწორედ ეგ თქვა, რომ მაგრამ მაშინ ოპოზიციამ არ უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ მსგავსი ასე ვთქვათ მოსაზრებები და შეკითხვები გაჩნდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოპოზიცია არ არის იდეალურ მდგომარეობაში, შეიძლება უამრავ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ როდესაც დიქტატურის კონსოლიდაცია ხდება ქვეყანაში, შენ ოპოზიციას იგივე პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ, რასაც ხელისუფლებას აკისრებ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერობა და ლიდერშიპი არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი პროტესტი და ძალა მიმართული იქნას იმ ძალის წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგაც უნდა მიმართული იყოს და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არის. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიციას პასუხისმგებლობა არ აქვს და სამწუხაროდ ვერ ასრულებს ამ თავის პასუხისმგებლობას დღევანდელი მდგომარეობით. ოღონდ იმის თქმა, რომ ხელისუფლება ცუდია და ოპოზიციაც ცუდია და ალტერნატივა არ აქვს, ეგ არასწორია. იმიტომ რომ არ არსებობს, რა ქვია, ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ანუ უზურპატორი იოანიშვილის რეჟიმი არის, ანუ წარმოიდგინეთ, ბოროტების ბუდეა. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ? მადლობა გიორგი რუხაძე, ლელა ჯეჯელავა იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ვიცი რომ გადავაცილეთ დროს, მაგრამ რომ არ თქვა არ შემიძლია, კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ხვალ სასამართლოში იბარებენ იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების წარმოადგენლების მიმართ გამოთქვეს მოსაზრებები, რომლითაც თავად აი ამ ადრესატებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. თამარ ჩერგოლიშვილი, ანა სუბელიანი, ვახოსანაია, გიორგი ქადაგიძე, მარიამ გეგუჩაძე, ანუკა ჟორჟოლიანი, ეკა მიშველაძე, ვიკა ბუკია, ელენე ხოშტარია, დეა მამისეიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ბაია პატარაი, ახლა ფოტოებით რაც ვნახე უბრალოდ ეს ამ ადამიანების ერთ რემარკას ვეთქვი. როდესაც პირველად მოისმინეს, რომ ქუჩიდან ეძახდნენ მონას, მაშინ ყველამ Facebook-ზე როგორც ერთმა გამოდა რომ დავბადებულვარ რომ ვიყო მონაო და ძალიან დიდი ბოდიში ხარ გადახედონ თავიანთ Facebook გვერდებს და ყველგან უწერიათ რომ დავბადებულვარ რომ ვიყო მონაო მესმის მაგრამ მაშინ ჩათვალეს რომ მონის დაძახებაც ისე როგორც სანქციები სამშობლო სამსახურისთვის არაფერი დიახ მეგობრებო სამსახურის თუ ემსახურებით სამშობლოს აიტანეთ ესეც არაფერი ერთიც მინდა აუცილებლად თქვა რომ სხვათა შორის აი ამ ახლად მიღებული კანონით პოლიტიკური თავმჯდომარეობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმით ან არც მეტი არც ნაკლებია 45 დღიანი პატიმრობით ისჯება, ამიტომ მოვლენები შეიძლება ძალიან დრამატულად გამიხარდეს. მადლობა გიორგი რუხაძეს, ლელა ჯეჯელავას, სულ ეს იყო ამ დროისთვის პარასკევამდე გადაცემა 360 გრადუსის ფორმატიდან დაგემშვიდობით, ხვალ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს 13 საათში გადაცემაში 13 საათზე გადაცემაში საქმე, ბიზნესის და ეკონომიკის თემებზე ვისაუბრებთ.